დღეს კარგი დილა გათენდა უკრაინამ ასე ვთქვით იერიში მიიტანა მოსკოვზე და ჩვენიერი კადრები ვრცელდება როგორ იწვის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ზოგადად რა ხდება მოსკოვში და მოსკოვი ხეს მარტო დედაქალაქია სიმბოლური დატვირთვა აქვს რუსეთისთვის და ასეთი რაღაც ნათლად აჩვენებს როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში და ზოგადად ამ ომში და ჩემი აზრით ეს პირდაპირ კავშირი იქნება იმაზე როგორი დამოკიდებული იქნება ქართლოსნებას ევროპისადმი და ზოგადად აი ამ მთელ პროცესზე იმიტომ რომ ევროკავშირთან ეს კაფეო დაპირისპირება დაიწყო ომის დაწყების შემდეგ და ეს შეიძლება ახსნადი იყოს რაღაც რუსეთის ყველა შეეშინდა ალბათ იმ მომენტში და ბუნებრივია რუსეთი შეგეშინდება და რაღაც შეიძლება კაფეო ნაბიჯებს გადადგმა არ მოგინდება მაგრამ როცა აი ამას ხედავთ აი დილას რო ქართლოსნების წევრები და მხარდაჭერები აი ამ კადრებს დაინახავდნენ როცა პუტინი ვეღარ იცავს თავის დედაქალაქს როცა უკრაინელები სულ უფრო და უფრო სიღრმეში ურტყავენ და რაღაც მრავალ კილომეტრიან რიგებში დგანან რუსები უბრალოდ ბენზინი ჩაასხან რომელიც 20 ლიტრი აქვს მარტო ერთ მანქანაზე გამოყოფილი. აი ესეთი სიტუაციამდე რომ მივიდა რუსეთი, ბუნებრივად იფიქრებ, რომ შეიძლება რუსეთი ამ ომში დამარცხდეს. თუ რუსეთი ამ ომში მარცხდება, არჯობია გამარჯვებულის ხარეს იყოს და მე მგონი, რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, პოზიტიური მოვლენები მოხდება უკრაინის ომში, მით უფრო განსხვავებული განცხადებები გაკეთება დასავლეთის მიმართ. ეხლა შეიძლება ჯერ კიდევ ჩალის ფასი აქვს რაღაც ტიპის რეზოლუციებს, ან რომელიღაც მთავრობა არ არის სწორი და მართალი და deep state-ის მიერ მართულია, მაგრამ ნელ-ნელა იმედია ქართლოსნებაშიც მიხვდებიან, რომ ისეთი საფრთხე რუსეთი უკვე აღარ არის. და შეიძლება და მეტი სხვა ახსნა არც დაპირისპირების ევროპასთან, არც შესაძლო ცვლილებების მე არ მაქვს. მე არ მაქვს მოდინრო ეხა უშუალოდ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ თუ იზო მიმოსვლა, მაგრამ ამის რისკი რო არსებობს ისაც გასაგებია მინიმუმ არაერთი განცხადება ამაზე გაკეთებული. და არ მგონია რომ ქართლოსნებას რამე სცენარში აწყობდეს ამის გაკეთება. მე მის არ მგონია რომ ევროპას აწყობს ამის გაკეთება, იმიტომ რომ ეს ხო ჩვენი ქვეყნის უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს. და ზოგადად სანქციები ძალიან სულად მუშაობს ხოლმე, ანუ სანქციები უფრო იწვევს კონსოლიდაციას, რეჟიმის ირგვლივ და იზოლირებას, ნაკლები კონტაქტები. ხომ მაინც ეს ყველას ეხება, უშუალოდ არ არის ეს პერსონალური, ეხება მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს და ანუ აღდგენა უკვე ამ შემთხვევაში იქნება რთული პროცესი. რთული იქნება და გასაგებია რომ არც ევროპელებს უნდა უნდოდეთ რომ ჩვენი ქვეყანას რაღაცნაირად კრიტიკულ სიტუაციაში ჩააყენონ, მაგრამ მეორე მხრივ მე მგონი ამ ქვეყანაში არავის არ უნდა რომ ეს მოხდა მაშინ ქართლოსნების ხარდამჭერებს. ამიტომ იმედი მაქვს რომ რაღაც ტიპის ნაბიჯები იქნება გადადგმული რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ ნუ აი ბევრი კარგი იმედი ნაბიჯები ოცნების მხრიდან. ცხადია ხო, აბა ეხლა ევროპელები არ ცვლიან ამ შემთხვევაში, ანუ პრობლემა ჩვენ ხარეს არის, მაგრამ ეხლა როგორ გითხრათ, როგორც ამით დავიწყეთ დღეს რომ ზოგადად დიდი იმედი არ მაქვს რომ ქართლოსნების ნაბიჯებს გადადგოს, მაგრამ ეს მართლა ძალიან ტკივნეული საკითხია, ფაქტობრივად მთელ ქვეყანას ეხება, ყველას ასე თუ ისე რაღაც გვეამაყებოდა როცა ეს უვიზო მიმასვლა მივიღეთ და ამის დაგროვება ძალიან ტკივნეული იქნება.